მოგესალმებით ჩემო კარგებო, ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო, როგორ შეგიძლიათ აიღოთ დეკრეტული შვებულება კანადაში, კერძოდ ბრიტიშ კოლუმბიაში, რა შემთხვევაში გეკუთვნით, როგორ ხდება და დაახლოებით რა თანხებზეა საუბარი. დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში, რომ დაინიშნოთ დეკრეტული შვებულება, ეგრეთ წოდებული maternity leave, პირველი რაც არის სავალდებულო, უნდა მუშაობდეთ ან იყოთ თვით დასაქმებული. ამ ვიდეოში მე ვისაუბრებ იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაობთ კომპანიაში, თვით დასაქმებული შემთხვევაში ჩვეულებრივად იღებთ დეკრეტულ შვებულებას. ოღონდ არის სხვა კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეთ, სხვა წესები, რომელიც მე არ ვიცი, არ გამიკეთებია არასდროს, თუმცა ლინკებს აუცილებლად დავუთავ მე ვიდეოს კომენტარში და შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიძებთ და ნახველი რაც გვინდა, უნდა გქონდეს დაგროვილი 600 საათი. შემდეგ უკვე ამ 600 საათის მოგროვების შემდეგ, როდესაც იქნება ჩვენი ბოლო დღე, რომ მოვიტყვეთ, რომ всё ჩვენ წვეთ უკვე მუშაობას, უკვე ამის შემდეგ ვავსებთ ლინკს, სადაც ამ ყველაფერს ვიდეოები მაქვს გადაღებული, როდესაც მე გავაკეთე, სანამ გავიდოდ დეკრეტში თაიაზე და ეს ვიდეოები გადაღებული არის ვანკუვერში, ბოლო პერიოდში, უკვე ბოლო კვირაებში და ამას ყველაფერს აუცილებლად დავუთავ. შევდივართ ამ ოფიციალურ საიტზე, რომელიც არის canada.ca, სადაც თუნდაც Google-შიც რო ავტვირთოთ apply maternity leave, ამოგვიგდებს ეგრევე, აქ შევდივართ და გვიჩვენებს რა სტეპების გავლა მოგვიწევს. რა უნდა შევავსოთ და გავითვალისწინოთ. შემდეგ ან თუ ყველაფერი მზად გვაქვს, უკვე ვიწყებთ შევსებას და იმიტომ რომ მე უკვე account-იც მაქვს, მქონდა უკვე შევსებული, ანუ რეგისტრაცია არ მჭირდება და ვიწყებ შევსებას. სადაც ასევე გვეუბნება, სანამ დავიწყებთ შევსებას, რა იქნება, რას მოგთხოვენ, ეს არის ჩვენი პერსონალური ინფორმაცია, გამონათვალი, რა დაჭირდება ჩვენგან ინფორმაცია და ვიწყებთ შევსებას. ასევე ჩამონათვალში არის, როდესაც ვიწყებ, რაც უკვე აღნიშნე, ანუ რა შემთხვევაში ვავსებთ, ვართ თვით დასაქმებული, თუ კომპანია თუ სხვა პირი არის ჩვენი დამსაქმებელი და აქ უკვე ვაძლევთ, ანუ ვირჩევთ ერთ-ერთს. ჩემ შემთხვევაში მე ვარ დასაქმებული, ვიყავი უბრალოდ და შემდეგ უკვე ვაძლევ continuous. და ანუ ესე მივყვებით მოკლედ სხვადასხვა სტეპებს. ასევე აქ გვეკითხებიან, რა სახის benefits ვითხოვთ, ეს არის თქვათ ავადმყოფობის benefit-ი, ასევე ეს maternity, შემდეგ parental არის, ანუ სხვადასხვა ჩამონათვალია, რაც უნდა კარგად წავიკითხოთ, ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ რა თქმა უნდა maternity-ს და ვაგრძელებთ. ჩვენ ავირჩიეთ რა თქმა უნდა maternity benefit-ი, სადაც უკვე ჩამონათვალი არის ისევ თავიდან, რა ინფორმაცია ჭირდებათ ჩვენგან, რომ ვავსებთ My Service Canada account-ი გჭირდება, სადაც ავტვირთავთ ამ record of employment, ეგრეთ წოდებულ ROE-ს და ყველაფერი მოკლედ რა გჭირდება, აქ არის ჩამონათვალი, ყველაფერს გვაცნობენ და შემდეგ უკვე ვაგრძელებთ ისევ შემდეგ ეტაპს. რომ მოხდეს პიროვნების იდენტიფიკაცია, რომ ნამდვილად სწორი პიროვნება ავსებს, აქ უკვე ივსება ჩვენი პერსონალური ინფორმაცია, ეს არის social insurance number, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საბუთი, როდესაც კანადაში ხართ, ეს ივსება და შემდეგ უკვე თქვენი პერსონალური ინფორმაციაც და ვაგრძელებთ. კაც ასევე ივსება ჩვენი პერსონალური ინფორმაცია, თქვათ რა ენაზე გვირჩევნია თუ დაგვირეკეს, რო ვუპასუხოთ, ჩვენი იმეილი და მოკლედ ასევე სხვადასხვა ინფორმაცია და ვაგრძელებთ. აქ უკვე არის კითხვა ჩვენ შემოსავალზე და ანუ მოკლედ ამასაც ვავსებთ, ვირჩევთ სწორ სექციას და გადავდივართ უკვე შემდეგ ეტაპზე. აქ ასევე გვეკითხებიან ჩვენს განათლებას და თუ ვართ რაღაც union-ის წევრი, ამასაც ჩვენ უბრალოდ ავირჩევთ. ესეთი კითხვა არის კიდევ, რაც მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თანხა როგორ უნდა დაგვისვან, direct deposit-ის თუ ვიყენებდით და მე იმიტომ რომ ვიყენებდი, დავით როცა გავჩინე, ანუ აქვთ ჩემი ინფორმაცია, მივუთითე რომ შეუძლიათ იგივე ბანკის ინფორმაცია გამოიყენონ. ჩვენ თუ არ გვაქვს, რა თქმა უნდა, მივუთითებთ თავიდან შევავსებთ, ესე ვთქვა და გავაგრძელებთ. აქ უკვე ივსება ჩვენი დამსაქმებლის, ჩემ შემთხვევაში ჩემი კომპანიის ინფორმაცია, მათი სახელი, დაწყება, დამთავრების დღე და ვაგრძელებთ. აქ ისევ ვუთითებთ მიზეზს, რატო აღარ მუშაობთ და როგორც ხედავთ, არის ძალიან ბევრი მიზეზი, რის გამოც შეგიძლიათ შეავსოთ ეს EI. არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ორსულად ხარ და ელოდები მოკლედ ბავშვს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე მხოლოდ საუბრობ დეკრეტულზე, როდესაც ორსულად ხარ და მაგ შემთხვევაში იღებ და აქ რა თქმა უნდა ჩვენ მივუთითებთ, რომ ვართ maternity leave-ში. ამ გრაფაში გვეკითხებიან, რა იყო ჩვენი შემოსავალი, შეგვიძლია დავწეროთ როგორც საათობრივად, ასევე წლიურად რამდენი გქონდა და შემდეგ ვაგრძელებთ. აქ ვუთითებთ, რა იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, პოზიცია ამ კომპანიაში და გადავდივართ შემდეგზე. აქ უკვე გვეუბნებია, რომ ჭირდებათ ჩვენი record of employment, ანუ იგივე ROE, სადაც უნდა ავირჩიოთ, რომ ჩვენ თვითონ ავტვირთავთ, ჩვენი დამსაქმებელი ატვირთავს, ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ვართ თვით დასაქმებული თუ ზოგადად ჩვენი კომპანია არ წარადგენს ამას და ავირჩიოთ, რომელიც შეესაბამება. აქ უკვე ივსება უშუალოდ, როდის ველოდებით, როდის არის ჩვენი due date-ი, შემდეგ უკვე გვყავს თუ არა ბავშვი და ანუ ვიყვებით ამ საფეხურებს. და ეხლა ყველაზე მთავარი კითხვა, როგორი benefit-ი გვინდა.
ანუ რამდენი ხნიანი არის 1 წლიანი, რა შემთხვევაშიც ვიღებთ 55%-ს ჩვენი ხელფასის, რაც გამოვიმუშავეთ 1 წლის განმავლობაში და რომელიც 40 კვირას შეადგენს, აი გარკვევითი წერია ახლა დარწმუნებული ვარ ხედავთ და არის მეორე extended options ეძახიან, ეს არის standard options, რაც პირველი თქვი, შემდეგი არის ეს extended options, იმ შემთხვევაში თუ გვინდა 69 კვირა, ანუ წელიწად ნახევარია დაახლოებით, რომ ვიყოთ maternity benefit-ში, ამ შემთხვევაში ვიღებთ 33%-ს ჩვენი ხელფასის. ეს უკვე თავიდან ბოლომდე არის ადამიანზე ვის როგორ აწყობს. ვირჩევთ და გადავდივართ. აქ უკვე შეგვყავს ასევე მამის ინფორმაცია, თუ არ ვართ მზად და არ გვაქვს ეს ინფორმაცია შეგვიძლია ვთქვათ. არა, ну, იმ შემთხვევაში თუ გვაქვს უკვე ინფორმაცია, ჩვეულებრივად მიუთითებთ ჩვენი მეუღლის თუ პარტნიორის ინფორმაციას, რასაც გვეკითხებიან და გავაგრძელებთ. აქ უკვე გვაცნობენ, რომ ანუ ჩვენ მივიღებთ ამ benefits იმ შემთხვევაში თუ მუშაობთ, ვიღებდით ფულს, მოგზაურობთ კანადის გარეთ, ვართ თვით დასაქმებული და ასე შემდეგ ჩამოთვლილი ეს ყველაფერი და შემდეგ გვეუბნებიან, რომ ვეთანხმებით და გავაგრძელებთ. ასევე არის კითხვა თუ ვიღებდით ამ benefits და მე არ ვიღებდი, მიუთითებთ არას და გადავალთ. აქ გვეკითხებიან, რომ ჩვენ ხო არ ვართ თანამფლობელი იმ ბიზნესს, სადაც მუშაობდით, ან თვით დასაქმებული ხო ვართ, ან ჩვენ ხო არ ვფლობთ ზოგადად ამ კომპანიას და ამ კითხვებსაც უპასუხებთ და შემდეგზე გადავალთ. ასევე აქ უკვე შემდეგი კითხვებია, რომ რამე მიზეზი ხო არ გქონდა, რომ ვთქვათ არ მუშაობდით 2 წლის განმავლობაში, ან ვიღებდით სხვა benefits და სხვადასხვა ჩამონათვალი, რასაც უპასუხებთ და გადავალთ ასევე. აქ არის იმ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ვისება, როდესაც ხართ თვით დასაქმებული, ან თქვენი კომპანია გაქვთ, რაც უკვე თავში აღვნიშნე და აქ უთითებთ თუ ვართ. ეს ჩემ შემთხვევაში არა, იმიტომ რომ მე კომპანიაში ვმუშაობდი და კომპანიის დაქვემდებარების ქვეშ ვიყავი და გადავდივართ. აქ უკვე არის ახსნა, სადაც გვაცნობენ, რომ ჩვენ გააზრებული გვაქვს ინფორმაცია, რასაც წარუდგენთ არის მოკლედ ყველაფერი სიმართლე და ყველაფერზე გავეცით პასუხი ის მართალი და მოკლედ ამას ყველაფერს გვაცნობენ, ეს არის 6 ფურცელი როგორც ხედავთ, სადაც გვაცნობენ ჩვენ მიერ წარმოდგენილი benefit-ი რომ იყო სწორი, რომ ყველა საბუთი გვაქვს წესრიგში, რომ ტყუილი არაფერი არ დავწერეთ და მოკლედ ამის გაცნობა არის ყველაფრის. და ბოლო გვერდი არის უკვე რომ ვეთანხმებით, რომ ყველაფერი სწორად წარვადგინეთ და მოკლედ ამასაც აღვნიშნავთ და გადავდივართ. შემდეგი არის უკვე შევდივართ აქ My Service Canada account-ზე, სადაც უკვე ჩვენ თვითონ ხედავთ, როდის იქნება განხილვა, რა თანხა ჩაგვერიცხება, ანუ რას გადაწყვიტავენ, რომ დაიანგარიშებენ ყველაფერს, ჩვენს ხელფასს და ასევე იმ პერიოდს, რა ჩვენ ავირჩიეთ. მოკლედ, აი ამ საიტის საშუალებით შემდეგ უკვე ვაკონტროლებთ ჩვენს benefits. 1 წლის თუ წელიწად ნახევრის განმავლობაში გააჩნია რა დროს მიუთითებთ. მას შემდეგ რაც შევავსებთ, უკვე აქ გვეუბნებიან, როდის დაიწყება გადახდა, ასევე რამდენი ხანი ჭირდება დაახლოებით განხილვის პერიოდს, ასევე თქვათ, იმ შემთხვევაში თუ რაღაც შეიცვალა, ვალდებულები ვართ რომ შევატყობინოთ, რა თქმა უნდა, Service Canada-ს დაუკავშირდეთ და მოკლედ ჩამონათვალი არის ყველაფრის და ეს საიტი, რაც განახეთ უკვე, სადაც შევდივართ და ვაკონტროლებთ ჩვენს ინფორმაციას, ასევე თუ შევცვალეთ ბანკის ინფორმაცია, ადრესი ან ტელეფონის ნომერი, აქ ყველაფერს გავკეთებთ განახლებას და ეს არის ყველაფერი, რაც მოკლედ გვჭირდება რომ ვიცოდეთ. იმედი მაქვს, რომ ვიდეოში ყველაფერს გაიგებთ, შეძლებისდაგვარად შევეცადე რომ ეჩვენებინა ყველაფერი საფეხურები, როგორ უნდა გააკეთოთ, როგორც უკვე აღვნიშნე, აუცილებლად დავუთავ ლინკსაც, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ, ყველაფერი დეტალურად არის, ყველა ინფორმაცია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ბოლო სამუშაო დღიდან 4 კვირაში უნდა ავტვირთოთ ფორმა, თუ თქვათ რაღაც ისეთი emergency არ მოხდა, ან ცუდად არ გრძნობ თავს ამის დამადასტურებელი საფუძვი უნდა გქონდეს შემდეგ აუცილებლად, მაგრამ 4 კვირის განმავლობაში უნდა შეივსოს ეს ფორმა და აიტვირთოს, შემდეგ უკვე განიხილავენ, გაგვაგებინებენ, თქვათ თუ არა გვეკუთვნის თუ არა და რამდენი გვეკუთვნის ამას ხო თუ რამე კითხვა გექნება აუცილებლად რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში ან კომენტარებში დამიტოვეთ და ვეცდები რომ ყველანაირად ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ როგორც უკვე აღვნიშნე მეორედ მაქვს დეკრეტული შვებულება აღებული და ასე რომ თუ რამე შემეძლება და რამე ინფორმაცია ვიცი აუცილებლად გაგიზიარებთ და გეხმარებით და კიდევ მეორე ბლინდერსაც დავთავ სადაც თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ძალიან კარგად ნახოთ და წაიკითხოთ რა და როგორ ხდება ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ კარგად ყოფნას ჯანმრთელობას რაც მთავარია და ამენ ძრავებით